17 დეკემბერს კომპანია RMG თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სამთოელის პროფესიული დღე იზეიმა. წელს 2024 და 2025 წლების წარმატებული სამთოელების დაჯილდოებასთან ერთად კომპანიამ სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნა. ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ღონისძიება წარმოების 50 წლის ისტორიის ჩვენებითა და დამსახურებული თანამშრომლების მოგონებებით გაიხსნა. 2024-25 წლების გამორჩეული სამთოელები RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დააჯილდოვა. კომპანიის ინიციატივით წელს პირველად სამთო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სამთოელის ჯილდო დაწესდა, რომელიც აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს გადაეცა. წარმოების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანიის ინიციატივით დიზაინერმა ანუკა ქებურიამ შექმნა სამთოელის საზეიმო კოსტიუმი, ხოლო მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ სამთო საქმისადმი მიცნულ მონუმენტზე მუშაობა დააანონსა, რომელიც მომავალ წელს დაიგეგმა. RMG-მ სამთოელის პროფესიული დღე 2019 წელს დააწესა და ის ყოველი წლის 17 დეკემბერს აღინიშნება. 6 წლის მანძილზე კომპანიამ 53 დამსახურებული თანამშრომელი დააჯილდოვა. აწყობილი ასე ვთქვათ, თქვა